გამარჯობათ მეგობრებო, გუშინ შემეთქვა ასეთი ამბავი. მოგეთ, მანქანაში ტაქსში მისდება გერმანელი კლიენტი რა, ხნის კაცია ასე 60-ზე ვით იქნება ალბათ და რო ჩაჯდა, ჩაჯდომისთანავე ჯერ სახეზე ვატყობ, რომ რაღაცა ნიტუა რა. დაიწყო ახლა დაიჯდა მანქანაში, დაიწყო ეს ნოხიო რატოა ასე დასწრილიო, ის რატოა ასე გაწეული, გამოწეულიო ისა და მოკლედ მიზეზობს. და უკვე დაღლილიო რაღაცა და ნამეტანი მოუვიდა მე ძალიან კომენტარებს ვაკეთებდა და მეთქი ამას რაღაც ახლა ეს ჩაის ფულის მომცემი არაა დავდუებელი და რაღაც უნდა გაუჩალიჩო ამას თქო და ერთი ქუთაისში ალეკი აქვს სიხარულიზე მაგის აკადემია გავლილი და ბოლოს ამ ტრიუკი ჩამაბარებია ბოლო გამოცდა ალეკო ბატონმა ხო და რა მოვიფიქრე ახლა რაღაცა უნდა გაუჩალიჩო თქო ფიქრობ და მოვედი თუკი გაჩერებასთან და ნუ B პუნქტზე რა ხო და მაძლევს ნუ 22 და რაღაცა იყო რა ხურდები და 25 ევროს მაძლევს და აუ მეთქი რა ვქნა თქო და მანამდე ახლა მოვემზადე უკვე რო მოფიქრებული მაქვს ასეთი რაღაც ყოველ შეტაფოზე ვცდილობ რომ ეს ხელი ასე ჩავიყო და თან უყვები რომ საიდან ახარო და მე ვთხარი საქართველოსთან ბატონო ომში ვიყავი მეთქი მე და ცალი ხელი არ მაქვს უიო ცალი ხელი არ აგაქო ხო და ეს ხელი მანამდე მომზადებული მაქვს ასე ჩაყოფილი მაქვს ასე კუტკის შიგნით და ისე რომ არ დავენახე უემზადე ხო და ამას უკვე გამოვატარე საქართველოს ომი და იქ რო აფეთქდა ტანკი და მე გამოვარდი და ცალი ხელი იქ დარჩა და თელიანდები და მე რომ ასე მანქანას როგორ ატარებო შენო ავტომატიკაა ბატონო მე ვთხარი ავტომატიკა თქო ხო და მოვედით ახლა ამ ბოლო გაჩერებასთან და მაძლევს 25 ევროს და უნდა მიცე 2 ევრო და რაღაც ცენტები ხო და მე ვთხარი ბატონო მე უნდა გადავიდე მანქანიდან თორე ასე მე ვთხარი ხურდას ვერ ამოვიღო და ვერ დავთვლი და კაიო გამოვედი მანქანიდან და ამოვიღე ახლა მარჯვენა ხელით ეს ცენტები და გავიხსენი ეს მეიკა შუაში და მოვიდე ეს კაცი და მეუნება აბა მომეც ჩემფულიო და ასე უთვლი 15 20 და ასე უთვლი დენე და მიყურებს ეგაც და არ მინდა ბატონო მაგ ფული წადი აიღეო და ასე დავთორდა